დავიწყოთ ახლა დარჩევა 2025 წლის 2025 წლის პირველი ვარიანტის ბოლო 4 ამოცანას. ამ ამოცანების ამოხსნა ისედაც დევს ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ტესტებთან ერთად, მაგრამ დიდი მაინც ჩავწვდ და განეხოთ იქნებ ვინმეს გამოადგეს. ესე იგი მოცემულია ეს რა ორი ფუნქციის გრაფიკი, ლოგარითმის ხის პოზით x და წფირი ფუნქცია kx + b ფუნქციების გრაფიკები იკვეთება ორ წერტილში, რომელთა ორდინატები 1, 2 და 3 მეორედი. უნდა ვიყოთ კაც და b-ს ჯამი. ანუ რაღაც ორ წერტილში, რომლის კოორდინატებია x1 და 1 მეორედი, x2 და 3 მეორედი, ორდინატები ანუ y კოორდინატები არის 1 მეორე და 3 მეორე. იკვეთება ეს ორი გრაფიკი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული ფუნქციის გრაფიკები გადის ამ ორივე წერტილზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული წერტილი ეკუთვნის ორივე ფუნქციის გრაფიკს. რომ ჩავსვა x-ის ნაცვლად x1 და y-ის ნაცვლად 1 მეორე, უნდა მივიღო ორივე შემთხვევაში სწორი ტოლი. და იმის გამო, რომ თავად x-იც უცნობია, არც k ვიცით, არც b ვიცით, წფირი ფუნქციის განტოლებაში რო ჩავსვა, ვერ ამოვხსნი, ვერ დავადგენე ვერც კოეფიციენტებს და ვერც y-ს, ესა x. მოდი ჩავსვათ პირველ ლოგარითმულ ფუნქციაში და დავწეროთ, რომ ესე იგი y 1 მეორედია. 1 მეორედი ტოლია ლოგარითმი 9-ის პოზით x პირველი. ეს იმას ნიშნავს, რომ x პირველი იქნება ლოგარითმის განმარტების თანახმად 9 ხარისხად 1 მეორედი. 9 არის 3-ის კვადრატი, 3-ის კვადრატი ხარისხად 1 მეორედი იქნება 3. ანუ x პირველი არის 3. ასევე 3 მეორედი ტოლია ლოგარითმი 9-ის პოზით x მეორეს. ანუ x მეორე რასთვის 9 ხარისხად 3 მეორედი. 3 ხარისხად 2 ხარისხად 3 მეორედი. იქნება 3 ხარისხად 3, ანუ 27. ანუ რა მივიღეთ? მივიღეთ, რომ გვაქვს წერტილები 3, 1 მეორედი და 27, 3 მეორე. ეხლა მე მაინტერესებს k და b კოეფიციენტი. შემიძლია წავიღო და ჩავსვა x-ის ნაცვლად 3 და y-ის ნაცვლად 1 მეორედი. ანუ 1 მეორე ტოლია k ჯერ 3-ს დამატებული b და 3 მეორე ტოლია k ჯერ 27-ს დამატებული b. აი ამ ორ წფიერ უცნობიან განტოლებას ამოვხსნით, ვიპოვეთ k და b-ს და შეგროვეთ. ან შემიძლია ასეთ რაღაც გავაკეთოთ. y-ს მინუს y1 შეფარდებული x2-ს მინუს x1-თან ესა ის k, ვიპოვო k და მერე ვიპოვო b. მოდი მე ამ სისტემის ამოხსნას დავყევ. მეორე განტოლებას გამოვაკლოთ პირველი განტოლება, 3 მეორედს რომ 1 მეორედი გამოვაკლდება და რჩება 2 მეორედი, ანუ მეორე განტოლებას ვაკლებ პირველ განტოლებას. შემიძლია პირველს გამოვაკლო მეორე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში 27-ს გამოვაკლდება 3 24k, b-ს მინუს b 0. ანუ 24k 1-ის ტოლია, 2 მეორედი 1-ია. k იქნება 1/24. ეხლა ეს წავიღოთ და ნებისმიერში ჩავსვათ. თქვათ პირველში 1 მეორედი ტოლია 3 ჯერ k-ს, ანუ 3 ჯერ 1/24-ს დამატებული b. ანუ 1 მეორედი ტოლია 1/4 პლუს b. და b იქნება 1/4 მინუს 1/4. 1 მეორედი მოგახსენებათ, ეს არის 4 მერვედი და იქნება 3 მერვედი. ანუ რა მივიღეთ? b მივიღეთ 3 მერვედი, k მივიღეთ 1/24 და მაშინ k + b იქნება 1/24
დამატებული 3 მერვედი, ანუ 1/24-ს აქაც 24 დავწეროთ, ანუ 800-ზე გავამრავლოთ, მაშინ დაშდება 9 წილადის მთავარი თვისების თანახმად და მივიღებთ 10/24-ს. შემიძლია დავტოვო, შემიძლია ჩავწერო რომ ეს არის 5/12. ანუ პასუხი 5/12 არის K+.